მოგესალმებით TST სპორტის მაყურებლებო, მორიგი ეპიზოდით გიბრუნდებით დღეს ძალიან საინტერესო ამბებით უნდა გაგართოთ ესე რომ თქვა და მოგიყვეთ UFC იქნება ჩვენი თემა, მაგრამ სანამ თავარ თემაზე გადავარდოთ ჩვენ სტუმარსაც გაგაცნობთ, გეტყვით იმას რომ აუცილებლად გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, დაგვიწეროთ კომენტარები და ლაიქოთ ვიდეო და ასე რომ გეტყვით რომ დღეს ჩვენი მასპინძელია 2 ტონა საოცარი ლუდით გვიმასპინძლება, ლუდით რომელსაც ადგილზე ხარჩავენ და დამიჯერეთ ეს ხოლმე სიტყვები არ არის, მართლა ძალიან გემრიელი ლუდია და ყველას გიჩვენებთ რა თქმა უნდა რომ მოხვიდეთ და აგემოვნოთ. ასევე მენიუ რომელსაც ყოველთვის გთავაზობენ ხოლმე, უგემრიელია, ძალიან მათი ძაღლად გამოიყურება ეხას და ერთი სულ მაქვს როდის დავამთავრებ ჩაწერას რომ მე დავჯდეთ და ამას მივირთვათ ძალიან გემრიელი. სანამ სტუმართან გადავალ, ასევე აუცილებლად მინდა ეგეთი ამბავი გითხრათ რომ მე და თაზოს დაგვიდასტურდა ჩემპიონატ ლიგის ფინალის აკრედიტაციები, მივდივარ ჩემპიონატ ლიგის ფინალზე და ყველა სპონსორისთვის ღიავართ, გელოდებით, განვიხილავთ თქვენ შეთავაზებებს, აქ იქნება ჩვენი მეილი ამონათდება და მოგწერეთ, გავისაუბროთ და ვნახოთ როგორ შედგება ჩვენი თანამშრომლობა. რაც შეეხება დღევანდელ თემას და მადლობა რომ დამელოდე, ამდენ ხანს და მაცადე საუბარი. მერკით ესეთი კარგი ამბებია. ხო, ჩვენთან ერთად არის დუდი. UFC-ზე მე მაგალითად თუ რამე მაინტერესებს, ყოველთვის შემოდივარ და ამ ადამიანის ბლოგზე ასე ვთქვათ, ვკითხულობ და ძალიან საინტერესოდ გვიყვება ხოლმე. პირველ რიგში როგორ ხარ? კარგად. კარგად. გულოცავ ჩემპიონთა ლიგის ამბავს. მადლობა ძალიან. პატარა ამბავი არ არის? ხო, არა, ძალიან დიდი ამბავია ჩვენთვის და ვინც ამ სფეროშია, კარგად ხდება ეხლა რა ხელა ამბავში მოხდით ჩვენც. მადლობა დაპატიჟებისთვის აი. არაფერს. მოდი დავიწყოთ საუბარი UFC-ზე. წეს რამდენიმე ქართული ჩხუბი უკვე ვნახეთ, მაგრამ კიდევ უფრო მაგარი ჩხუბები წინ გველოდება. მოდი სანამ იმ რაც გველოდება მაგაზე ვისაუბროთ, რაც გავიარეთ უკვე მაგაზე ვთქვათ რამდენიმე სიტყვა. მერაბი დაიცვა კამარი, სასწაული ბრძოლა ჩაატარა, შემდეგ უკვე ალექსანდრე ვნახეთ უკვე ოქტაგონზე პირველად კი და უკვე იყო რომანი, შემდეგ იყო გურამი ასე. გურამი და გიგა. გიგა. მერაბით დავიწყოთ, როგორი გამოსვლა გამოუვიდა და უკვე შენომალიც მოუწევს ძალიან მალე და შენი აზრი მაინტერესებს ის დომინირება, რაც რეალურად მერაბს აქვს, რაც ძალიან დიდ უპირატესობას აძლევს ოქტაგონში, რამდენად იყო გაზრდილი შენთვის, კიდევ უფრო მეტად იყო თუ არა, იმიტომ რომ ყველა ამბობდა, რომ ნურმაგომედოვის წაქცევა შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ მერაბმა აჩვენა, რომ არაფერი შეუძლებელი მისთვის არ არის. შეუძლებელია ნამდვილად არაფერია, მით უმეტეს თუ შენი სახელი არის მერაბ დოალიშვილი, როგორც აღმოჩნდა. მაგრამ კი ზოგადად ანუ ეს ბრძოლა ამ ბრძოლის წინ ძალიან ნერვიულობდი რა. აი პიოტრ იანთან ბრძოლა ეგეთი იყო ჩემთვის პირადად და მგონი არა მხოლოდ ჩემთვის, ანუ ძალიან ესეთი პრინციპული რა. და აი ჩაწერა სანამ დავიწყეთ ლაივის, ამ ბრძოლას ვუყურებდით და დედაჩემმა დამირეკა რა და მაგას ვეუბნებოდი რა, ნახევრად ხუმრობით მეთქი, აი ეგ ბრძოლა თუ მოვიგეთ, მეთქი ისე შემიძლია ამ სპორტიდან წავიდეთ. ანუ მისია შესრულებულია თქო და ცხადია, ანუ ეს ეიფორია აი სასწაული იყო და სასწაული იყო იმიტომ რომ რაც შენ აღნიშნე ჩემთვის ძალიან გაუგებარი იყო არა ის რომ ვიღაცების თვალში ნურმაგომედოვი იყო რაღაც ფავორიტი თუ რაღაც ხო მაგრამ იმაში რომ აი ტოტალურად ყველა თითქოს მას არ ირჩევდა ხომ რაც ნუ ცოტა ანუ ეგეთი უპატივცემულობა და რაღაცა მე ნაკლებად მაინტერესებს უბრალოდ აი ექსპერტებისგან და ასე შემდეგ ცოტა გამიკვირდა მართლა იმიტომ რომ ძალიან მიკერძოებული აი თითქოს რაღაც აი ეს ნურმაგომედოვის გუნდის მითმა თითქოს ყველაფერი გადაფარა რა ჩემს თვალში ყოველ შემთხვევაში იმიტომ რომ მე არ მივეკუთვნები ისა და ისე არ მაქვს იმის ფუფუნება ხომ რაღაც მომენტებში რომ ჩემს საქმიანობაში აი მხოლოდ ქართველებს აი ბრმად ვუგულშემატკივრობ ხომ ეს ისა და ისე ყოველთვის ვამბობ რომ კომაგების ძალიან შურს ამის რა ანუ აი უბრალოდ კომაგების ხო რომელსაც შეუძლია ეგრე უგულშემატკივროს და ამიტომ მე ყოველთვის უნდა შევაფასო მეტნაკლებად ვეცადო ობიექტურად შევხედო და ვიცოდი რომ უმარი ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდა მებრძოლია და სარისკო ბრძოლა იყო ცალსახად განსაკუთრებით თუნდაც ემოციური კუთხით მაგრამ ამავდროულად აი ცოტა მაინც თვალს ვერ დავხუჭავდით სუმცირე გამოცდილებაზე ხომ და სულ მაგას ვამბობდით რომ მიუხედავად იმისა რომ ძალიან მაგარი უნარები აქვს
ჯერ მაინც და მაინც ისეთი არაფერი გვინახავს აი ამ მაღალ დონეზე, ხო, მაღალ საჩემპიონო დონეზე, რომ ვთქვათ, რომ ცალსახა ფავორიტია და აი მერაბს მისთვის არაფრის შეთავაზება არ შეუძლია. და ძირითადი ნარატივი იყო ის, რომ აი მერაბი რო ავიღოთ როგორც მებრძოლი, აი მერაბის უკეთესი ვერსია არის უმარ ნურმაგომედოვი. რასაც ნუ მივხვდით ხომ გვენ დავინახეთ, იმიტომ რომ ჯერ ერთია კარდიოში მერაბი არის ტოპზე ზევით თუ რამე არსებობს სიტყვა ეგა. მართლა ანუ ეგ მხოლოდ ჩემი აზრი არ არის და ეს ძალიან მიხარია რომ ახლა უკვე აი თითქმის ყველა კუთხიდან მესმის ეგ რა რომ ასეთი კარდიო არა მხოლოდ დღეს UFC-ში, არამედ UFC-ის ისტორიაში არავის არ ახსოვს. თუნდაც აი კეინ ველასკესს ადარებდნენ და ასე შემდეგ, ხო, როდესაც მთებში არ იბრძოდა. და ნუ არა მხოლოდ რა თქმა უნდა, ნუ ესეც ძალიან მარტივი ახსნა იქნება, რომ კარდიომ მოიგო ეგ ბრძოლა, არა, ცხადია, იქ უნარმა მოიგო ეგ ბრძოლა, იქ მოიგო გამოცდილებამ, სწორმა მიდგომამ, ხო? და მე როგორც ეს რიგითი გუშემატკივრა, რომელიც ამ სპორტში ესე თქვა, ძალიან შიგნით არ გათუცნობიერებული და ძალიან შიგნით არ ვიცი. ჩემთვის იყო ეგეთი რაღაცა, რომ მერაბი ჩემი სტრაიკინგშიც ბევრად უკეთესი იყო ვიდრე წინა ბრძოლაში. ჩემთვის მერაბი ბევრად დომინანტი იყო, ბევრად უფრო ფსიქოლოგიურად სად გამოვიდა ოქტაგონზე. იმდენად დომინანტური იყო და ეტაპობრივად ეს დომინანტობა ოქტაგონზე იმდენად დაიჭირა, რომ ბოლოს აღმოჩნდა ეს, რომ ეღადავებოდა რაღაც მომენტში უკვე უმარს და ამან რაღაც მომენტში მგონია, რომ პუბლიკაზეც უკვე განწყობა შეცვალა. ყველა მერაბის ხარეს გადავიდა და რაღაცა და ის დაუფასებლობა რაც მერაბის იყო ალბათ ყველა ზანანა იმ მომენტში რა. მერაბის სტრაიკინგზე მინდა გკითხო, ყველა ამბობს რომ აი მერაბმა არ იცის ჩხუბი. მერაბმა იცის ჭიდაობა და მერაბმა ჩხუბი თუ არ იცის როება ვინ იცის. ჩემი ძალიან მომატებული აქ ამ კომპონენტში, ძალიან ბევრი ახლა აშკარად ნამუშევარი და შენ როგორ შეაფასებ, რამდენად აქ გაუმჯობესებული და თქვა იგივე შრომათა, რომელიც რეალურად სტრაიკერია უფრო მეტად ვიდრე მოჭიდავე და თქვა რაღაც სხვა MMA-ის სახეობები, რამდენად დაეხმარება იმაში, რომ აი თქვა იგივე უმართან შრომალთან წარმატებას მიაღწევს ამ კუთხით. მერაბს დაგეთანხმები აბსოლუტურად იმაში, რომ სტრაიკინგ ტექნიკა ბოლო დროს ძალიან აქვს გაუმჯობესებული და რაოდენ პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს ეს, ამის დამსახურება ზუსტად მერაბის გრეპლინგი. ეს ისო და ისო ჩემი მოგონილი არ არის, მაგრამ ამას თუნდაც აი მუიტაი მწვრთნელებიც აღნიშნავენ ტაილანდური კრივის ვინც მწვრთნელები, ვინც MMA მებრძოლებთან მუშაობენ, მაგას აღნიშნავენ, რომ MMA სტრაიკინგისთვის ყველაზე კარგი ბაზა არის კარგი ჭიდაობა. ეგ როგორ? იმიტომ რომ ღია ხარ, გახსნილი ხარ, არაფერს გეშინია. აი სტრაიკერს გრეპლერთან როდესაც ვაჯახებთ, სტრაიკერი კარგავს ძალიან ბევრ საკუთარ იარაღს. იქ ზოგი ფეხით დარტყმები ეგრევე შემოხაზული გაქვს, ხო, უნდა დაივიწყო, ეგრევე პარტერში გადაგიყვანს რა და სულ რაღაც მონოლოდინში ხარ, თუნდაც იმის, რომ ვიღაცა გდებაზე გადავა. აი რატო გაუშვა ხაბიბ ნურმაგომედოვმა იგივე კონორ მაკგრეგორი ნოკდაუნში, ხო? ხო, ცალსახად ხაბიბი კონორის ნაირი სტრაიკერი არ არის, მაგრამ ნოკდაუნში გაუშვა, იმიტომ რომ კონორს ეგონა რომ takedowns ეცდებოდა და ამან overhand-ი მოარტყა და გამარჯობა ნაკაუტის. დაამთავრა ყველა. დაამთავრა, ხო, ნუ ფაქტობრივად ძალიან ახლოს კი იყო და ნუ ეს ისეთი შოკის მომგვრელი ფაქტი არის, უბრალოდ კონორის მაგალითი რეალურად ძალიან მარტივი მომასაყვანია, იმიტომ რომ ბევრმა იცის, ბევრს ნანახი აქვს და მაგინამ, თორე ამის გარდაც უამრავი მაგალითი. და მერაბს რო დავუბრუნდეთ ისევ და ისევ, ხო? გაუმჯობესებული აქვს ცალსახად და აქვს იმიტომ რომ ჯერ ერთია რომ ეს ბაზა აქვს გრეპლინგის და თავისუფლად გრძნობს თავს, თუნდაც უმარ ნურმაგომედოვთან, იმიტომ რომ იცის რომ come at me bro, ხო? ან მოდი, რავი, ეცადე, რაც გინდა და რომც გამოუვიდეს ვინმეს takedown-ი, ხო? მერაბი საკმარისად რაც თავდაჯერებულია იმაში, რომ მიწაზე არ დააფინიშებენ და საბოლოო ჯამში რაც მომენტში ფეხზე ადგება და როცა ადგება, ოპა. ალექსანდრე გამოჩნდა ამ დივიზიონში. ნუ ეხა ალექსანდრეს დაახლოებით 1-2-3 წელი ჭირდება იმისთვის, როგორც თვითონ მერაბიც ამბობს, ალექსანდრეც ამბობს და ალბათ ყველა თავხდებით, რომ რაღაც მივიდეს ტოპ 5-მდე იმისთვის, რომ საჩემპიონო ბრძოლამდე მივიდეს შემდეგ.
აი რა იქნება შენი აზრით ის რითაც ალექსანდრე აუცილებლად თავს დაგვამახსოვრებს. სანამ ილია მივიდოდა ტიტულამდე, ანუ ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული ალექსანდრე სტრატეგიის თვალსაზრისით, მომზადების თვალსაზრისით. კი კლიმენტ კლუბში, სადაც ვარჯიშობენ, ყავთ უმაგრესი მწვრთნელები, ხო? ჟორჟ კლიმენტიც, ხავიერიც და ხავი უბრალოდ ფანტასტიკური ხალხი არის, მაგრამ ალექსანდრეს მაინც სხვანაირი ხედვა აქვს, ძალიან სტრატეგიული ხედვა და აი თუნდაც როდესაც ილიას დოკუმენტურს რო ვუყურებდით, მან აი ვოლკანოვსკისთან როგორც კი ჩაინიშნა ბრძოლა, ხო? თუ არ ვცდები ვოლკანოვსკის ბრძოლის კადრები იყო ეგ. რომ ეგრევე ალექსანდრესთან სესია ჰქონდათ სავარჯიშო და ალექსანდრე უხსნიდა რაღაცეებს და აი თითქოს ეგრევე აჩვენებდნენ, ეგრევე დემონსტრაცია და უფრო მეტი იყო საუბარი, ვიდრე უბრალოდ სპარინგი და ვარჯიში, ხო? რომ აი ასე მიუდგებით ეს თუ არა და ეს აი რეალურად game plan-ს რასაც ვეძახით. და გეგმეს თავიდან ბოლომდე როგორ უნდა მოეგოთ. ზუსტად. და ნუ ეს არის ალექსანდრეს ძალიან დიდი ისეთი უნიკალური თვისება, რაც აქვს და გარდა ამისა, ცხადია, მგონია ოქტაგონზეც ჩანს კარგად, რომ იგივენაირი ძალიან გავს ილიას, თუმცა ცხადია აქვს თავისებურება მის სტილსაც, მაგრამ არის სრულყოფილი მებრძოლი. პარტერშიც მშვენივრად და ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს ალექსანდრე. დგომშიც არავის ჩამოუვარდება და უფრო მეტი კიკიც აქვს და ასე შემდეგ, ხო? ანუ ოდნავ სხვა იარაღები აქვს, მაგრამ სრულყოფილია, ძალიან აი მიდგომა აქვს ცოტა სხვანაირი, ვიდრე დახვეწილია ძალიან და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ილიასგან ძალიან განსხვავდება პიროვნულად და ესეც არის საინტერესო. UFC-სთვისაც, მაყურებლისთვისაც და ეს რაღაც უფრო წყნარი ის გონია ტიპი. აბსოლუტურად, აი თუნდაც ავიღოთ გამოსვლის სიმღერები, ეგრეთ წოდებული walkout music, ხო? ილია გამოდის მარიაჩიზე, ხო? აი ეს დესპერადოზე. მე ვეძახი ესპანურ ტაშპანდურას, ხო? და აი ამავდროულად, ოღონდ ტაშპანდურა კარგი გაგებით ცხადია. და ალექსანდრე გამოდის სულ სხვა რაღაცა გლადიატორის თემაზე, რომელიც ცოტა ჩაჭარაა. მაგრამ დრამატულია, ხო, ანუ ესეც ემოციურია, სხვანაირია, მიდგომაც სხვანაირია და აი ალექსანდრე ჩემში ცოტა უფრო ისეთი ცივი რაღაც აი ბრუტალური სიცივე რაც არის, ალბათ ცოტა პოეტურად გამოდის, მაგრამ აი უფრო ესეც უხდება მაგის პიროვნებაც ეს. როდესაც ელაპარაკები, ძალიან ანუ ორივე ძალიან შვიდია და რაც, მაგრამ ალექსანდრე მაინც ცოტა სხვანაირია. აჰა, გასაგები. რომანზე მინდა გკითხო აუცილებლად. კარგი ბრძოლა ჩაატარა წელს უკვე და გამოიწვა ისრაელ ადესანი. ვიცი რომ ისრაელ ადესანიასთან შენ გქონია შეხება, გაქვს ჩაწერილი ინტერვიუ, სხვადასხვა წაკითხული მაქვს და შენი აზრით რამდენად შეიძლება რომ რომანი მივუახლოვდეს ისე ტოპ 5-ს, რაღაც თქვა ერთ ბრძოლაში, ორ ბრძოლაში უკვე ვიხილოთ რომანი საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში. ან რავი, ერთ წელიწადში, ორ წელიწადში რაღაც ესე რომ თქვა აი რა უნდა გაიაროს, რა უნდა გააკეთოს, რა ეტაპები უნდა გადალახოს, აი რა არის ახლა მაგისთვის საჭირო. რეალურად ყველაზე მთავარი შენი სუპერძალა ახლა დღეს UFC-ში არის ის რომ იყო ღია ჯერ დაპირისპირებისთვის ნებისმიერ ადამიანთან და ნებისმიერ დროს. იმიტომ რომ UFC ახლა რასაც ყველაზე მეტად აფასებს, კი ფინიშებია და აი კარგი გამოსვლები, კარგი პერფორმანსია, უბრალოდ აი ფინიშებზე უფრო მეტად კარგ პერფორმანსს აფასებენ, იმიტომ რომ ფინიში ყველას არ შეუძლია, მაგრამ ყველას შეუძლია გული და სული ჩადოს ბრძოლაში, ხო? აი ძალიან არ უყვართ ესეთი უღიმღამო გამოსვლები რა, სადაც უბრალოდ ცდილობ გადარჩე რაღაც ეგრე ვთქვათ. და მეორე, რასაც ძალიან აფასებენ, არის ის, რომ როდესაც მათ სჭირდები და გირეკავენ, მზად ხარ ნებისმიერ ადამიანთან არ ერჩევ ოპონენტს. რომანს ეს აქვს ცალსახად, ეს დიდი პლუსია. მაგრამ მინუსი არის ის, რომ დივიზიონი არის ცოტა არაპროგნოზირებადი, ზუსტად არაპროგნოზირებადი, იმიტომ რომ აი თითქოს ბევრი მოძრავი ნაწილია, ვიღაცეები არიან ცოტა ის ძველი გვარდია ჩარჩენილი, თუნდაც ადესანია და ვიტეკერი ტოპში და დიდად არ არიან ღია კონტენდერებთან ბრძოლაზე, ბრძოლისთვის. მაგრამ ანუ თან არიან უკვე ეს სხვა მეორე რაღაც ტალღა ახალგაზრდების, როგორც არის მაგალითად ფლაფი ჰერნანდესი, ვისთანაც ახლა რომანს ბრძოლა ჩაუნიშნეს, ბრენდან ალენი და ასე შემდეგ, ხო, იმავოვი რო ავიღოთ. და აი ეგ არის სირთულე რა, რომ ამ ბიზნესის თვალსაზრისით
ყველაზე რთული ეგ არის რა, აი ამის ნავიგაცია, თორე ბრძოლა მარტივია იდეაში, ხო, ანუ მებრძოლისთვის ყოველ შემთხვევაში. და აი მაგალითად აი ხო გამოიწვია რომანმა იზიც და ვიტეკერი, რაც მისი პოზიციიდან ძალიან კარგი იყო. სწორი ნაბიჯი იყო, იმიტომ რომ ანუ როდემდე შეიძლება რეიტინგში საკუთარ თავზე დაბალს ეჩხუბოს, ხო? თან ისე და ისე UFC ურეკავს და ისიც თან ხდება, მაგალითად შარშან ივნისში ბრძოლების საერთაშორისო კვირაულის დროს UFC 303-ზე ძალიან ანუ ერთი კვირით ადრე ჩაფრინდა ამერიკაში და ენტონი სმითს ეჩხუბა და ანუ გადაარჩინა UFC მაგ თვალსაზრისით და თითქოს ეს ჯერჯერობით ვერ დაუფასდა და ვერ ხვდები რატომ. მაგრამ ნუ როდესაც გამოიწვია სტრიკლენდი კი არა ბოდიში ადესანია და ვიტეკერი ეგ ძალიან სწორი იყო, მაგრამ ამავდროულად რა მივიღეთ. ადესანია სავარაუდოდ ჩაინიშნება სტრიკლენდთან და ეს არის ის ბრძოლა, რასაც UFC ცდილობს და იზის ძალიან უნდა სტრიკლენდმა იმიტომ რომ ბევრად გაყიდვადი იქნება ალბათ. კი, გაყიდვადი იქნება, სავარაუდოდ იზი უკვე კარიერის ბოლოს არის, ხო? და მისთვის ეგ არის პრიორიტეტი. სტრიკლენდმაც ახლა წააგო და ანუ ზოგადად უყვართ, როდესაც ორივე წაგების შემდეგ ერთმანეთს ახვედრებენ, იმიტომ რომ მაშინ ერთი მაინც გამარჯვებული რჩება, ხო, ვინც რეიტინგში შეიძლება ავიდეს. და ვიტეკერმა სხვათა შორის ჯერ თითქოს გაიცინა მაგაზე, რომ ანუ მასთან ბრძოლას არ ვაპირებ, მაგრამ მე თქვა, რომ ვინც შესთავაზა თავად UFC-მ, აბსოლუტურად ყველაზე დატანხმდა. მაგრამ საბოლოო ჯამში ჩაუნიშნეს ბრძოლა ეხლა ვიტეკერს იმასთან რენერ დენ რიდერთან აბუ-დაბიში. არ მოგატყუებ, რთული ოპონენტი არის ფლაფი. რთული ოპონენტი არის ფლაფი ჰერნანდესი, მაგრამ ნუ მგონია რომ აი ასეთი ოპონენტების დამარცხებით ხო კარგად შეიძლება, ისევ და ისევ რისკიანი ბრძოლა, მაგრამ გურამზე მინდა გკითხო, ძალიან დიდი აღშფოთება გამოიწვია, რომ გურამი წამოვიდა UFC და გურამი გამოაგდეს UFC და გურამი თვითონ წამოვიდა, ანუ ჯერ იმაზე ვერ ჩამოყალიბდა ქართული სპორტის საზოგადოება, რომ წამოვიდა, გამოუშვეს, კონტრაქტი დაუმთავრდა თუ უბრალოდ ამ ადამიანს აღარ უნდოდა ამ ორგანიზაციაში ყოფნა. აი შენ როგორ ფიქრობ, როგორ წარმოგიდგენი, ან თუ გაქვს რამე ინფორმაცია, რა შეიძლება იყოს გურამის მომავალი უახლოეს პერიოდში? ძალიან კარგი რაღაც თქვი, რომ ანუ მეც ეგრე ვარ, განწყობილი რომ მე ვთვლი, რომ ჯერ დასრულებული ამბავი ეგ არ არის, რომ გურამი UFC-ში არასდროს არ იჩხუბებს, არა. გურამს აქვს საკმარისად სანახაობრივი სტილი და ზოგადად ისეთი განაცხადი გააკეთა თავიდანვე UFC-ში, ხო? თუნდაც აი ამ სადებიუტო ბრძოლაში მატეუშ გამროტი დაამარცხა. დღეს მატეუშ გამროტი თუ არ ვცდები არის მე-7 ადგილზე მსუბუქ ზონაში. ნუ ტოპ-8-ში არის, ეგ მახსოვს ზუსტად. ტოპ-8-ში არის, ხო, იმიტომ რომ მერვეზე არის პედი და მგონი მე-9-ზე არის გამროტი. ანუ ეგრევე ძალიან ხმამაღალ შემოვიდა ამ ორგანიზაციაში და უამრავ ადამიანს კონტენდერი ეგონა ეგრევე. ჩემზე გაცილებით კომპეტენტურ ადამიანს სხვათა შორის. მაგრამ ნუ ხდება ხოლმე და სხვათა შორის მსუბუქ ზონაში ეგ დავინახეთ ბოლო დროს, რომ აი ეს პროსპექტები ეგრეთ წოდებული, ხო? ანუ საინტერესო კონტენდერები, ახალგაზრდები, როგორიც იყო დამირ ისმაგულოვი თუნდაც გურამი, მატეუშიც რაღაც კუთხით, ფიზიევიც. თითქოს აი სატიტულომდე ვერ მივიდნენ მაინც. აი ერთადერთი არმანმა გააღწია, გაარღვია ეს რაღაც ძველი გვარდიის ბლოკი და ანუ ტოპ 5-ში მაინც შევიდა, ხო? მაგრამ ნუ ესეთი რაც უცნაური დივიზიონიც არის, ეს მსუბუქი ზონა, ვეტერანებიც სავსე, ოღონდ აი სახიფათო ვეტერანები რა. ბოლომდე რომ ვერ ჩამოწერ ეგეთებით რა. და ნუ გამოჩნდა რაღაც თვალსაზრისით. ცხადია, ეხლა გურამის ბოლო მარცხი არ იყო ვეტერანთან, პირიქით მეც გამიკვირდა, ალბათ თავად გურამსაც გაუკვირდა და დიდი ფავორიტი იყო იმ ბრძოლაში, იმიტომ რომ კაუე ფერნანდესი მაინც და მაინც ისეთი ცნობილი სახე არ არის და მაგრამ აი ესეც არის რა, ანუ რა შენც ახსენე, როგორ გამოვიდა ოქტაგონზე, ხო? ანუ ძალიან პრინციპულად გამოვიდა, ისე დაპრესა. მგონი გურამიც ალბათ რაღაც თვალსაზრისით არ იყო ამისთვის მზად, ხო? მე ძალიან გამეკვირდა, აი თითქოს უმაწყალო ეს ფეხით დარტყმები და მე არ მოველოდი, რომ ესეთი რაღაც აგრესიით შეუტევდა რა. მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში ეს იყო, ხო, რომ რაღაც თვალსაზრისით გადაწყვიტეს, UFC-მ გადაწყვიტა ამ მომენტისთვის, ისე და ისე მე როგორც მივხვდი, რომ ჯერჯერობით ამ ეტაპზე კონტრაქტი არ გაუგრძელა, მაგრამ
გვაქვს გადასარავი მაგალითი ბრენდონ მორენო უმსუბუქეს წონაში, რომელიც UFC-დან აი ესე იგივენაირად მსგავსად რამდენიმე ბრძოლა წააგო გაუშვეს ცოტა ისეთი სიტყვა ხო, აღარ გაუგზავნეს კონტრაქტი. აღარ გაუგზავნეს კონტრაქტი, მოიგო რამდენიმე ბრძოლა რეგიონალურ პატარა ორგანიზაციებში, დაბრუნდა UFC-ში, გახდა ჩემპიონი. სანამ კიდევ ერთ თემაზე გადავოთ, აუცილებლად ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს, რომ გამოიწერონ ჩვენი არხი და ალაიქონ ვიდეო, დაგვიწერონ კომენტარები და ასევე აქვე მინდა მადლობა გადაუხადო ორტანას მას მკვლობისთვის ამ საოცარი კრაფტ რუდისთვის, რომელსაც ადგილზე ხარშავენ და არ არსებობს ალბათ რუდი, რომელსაც შენი გემოვნების რუდია და ვერ იპოვი ადგილზე და ამიტომ მადლობა მათ ამ ყველაფერთვის და ასევე გემრიელესი კერძებისთვის, რომელიც მათ აქვს და იმედია მალე მოვრჩებით და დავაგემოვნოთ ეს ყველაფერი. გიგაზეც მინდა გკითხო აუცილებლად, იმიტომ რომ გიგა თვლიდა ამ ბრძოლის წინ, რომ ის იყო თავის იდეალურ ფორმატთან ძალიან ახლოს ის ტკივილების ოპერაციების რაც გადაეტანა, მის შემდეგ დაბრუნდა, მაგრამ ნახეთ რომ გაუჭირდა უკვე ოქტაგონზე მეორე, მესამე რაუნდში განსაკუთრებით გაუჭირდა პერფორმანსის ჩვენება. რა პრობლემების წინაშე ასე რა ვთქვა და თუ არის იმის შანსი, რომ გიგა ვნახოთ ისევე იმ ტოპ კონტენტერებში, ვინც შეიძლება ერთხელ კამარზე გაიწიოს რომ იბრძოლოს. გიგას შემთხვევაში მთავარი ალბათ ორ პრობლემას დავასახელებდი. ერთი არის ასაკი, ცალსახად 37 წლის არის თუ არ ვცდები და ცოტა გაფუჭებული რადიოსავით კი გამომდის, როდესაც მებრძოლებზე ვსაუბრობ, მაგრამ ამ დაბალ წონებში ამას განამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ იქ რეფლექსები ფასობს ისწრაფე და ფიზიკური ატრიბუტები, რაც ძალიან უყვარს ამ დივიზიონებს და წონებს, ეს ახალგაზრდა სისხლი ეგრე ვთქვათ. გიგას აი პრობლემა ეგ არის, ხო, რომ 37 წელი ქვემს უბუქ წონაში დიდი ასაკია. მაგრამ ნუ კარგია რომ ახლა ტრავმები არ ქონდა და რაც იმიტომ რომ მართლა ნუ არაფერი არ შეაჩერებს აი მებრძოლის პროგრესს ისე როგორც ტრავმები. დომინიკ კრუზია ვიყავთ, ხო, ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი სუპერუბუქ წონაში და მართლა დღემდე მგონია რომ ის სრული პოტენციალი ვერასდროს ვერ ვიხილეთ, იმიტომ რომ წლობით ვერ ასპარეზობდა ტიპი, ხო, სულ რაღაც ოპერაციები სჭირდება და მაგალითად ლირიკული გადახება, მაგრამ ნუ გიგას შემთხვევაში ეს დადებითია კი. როგორც მივხვდი, ახლა ძალიან კომფორტულად არის იმ კემპში, სადაც ახლა აღმოჩნდა იმ გუნდში, ვისთანაც მუშაობს. იქ ბენილ დარიუშთან კარგი ურთიერთობა აქვს. ეგ მებრძოლისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, აი ესეთი კარგი მხარდაჭერა და ჯანსაღი გუნდი და გარემო, ხო? არ ვამბობ, რომ აქამდე არაჯანსაღი იყო უბრალოდ, რაც ახლა აღნიშნა ეგაა, ხო? და მეორე პრობლემა რაც არის სტილი. თავად გიგას სტილი, რაც თავის დროს იყო მისი ძლიერი მხარე, აი კიკერია გიგა, ხო? გიგა. თავისი ფეხებით დარტყმებით გამოირჩევა, ხო? მაგრამ პრეცედენტი უკვე იყო, რომ არსებობდა ეგეთი ეცონ ბარბოზა ამ დივიზიონში, უпростоრად მსუბუქ წონაში იყო, მაგრამ მე აქაც ჩავიდა. და საბოლოო ჯამში მომენტში მივხვდნენ ოპონენტებმა, რომ არ უნდა მისცე დისტანცია სამუშაოდ, აი მან გაუჭირდა გიგას, ხო? კი, იმიტომ რომ აი თუნდაც როდესაც გიგა და ბარბოზა ერთმანეთს შეეჯახდნენ, ეგეც საინტერესო იყო, ხო? თითქოს ესტაფეტა გადასცა, ხო, ბარბოზამ გიგას, მაგრამ გადასცა პრობლემაც, ხო? და ეხლაც უკვე ნებისმიერი ადამიანი, ვინც გიგასთან გამოდის საბრძოლველად, კარგად იაზრებენ, რომ ანუ ძალიან სახიფათო მებრძოლია და თუ ფრთხილად არ იყავი, იქ შემოგიფრინდება ეს ცნობილი გიგა კიკი, რაც ანუ ცალკე რა მაგარი რაღაცა, როდესაც შენი სახელი ილექს. დაარქვეს სახე, ხო. მაგრამ ხო, ანუ ძალიან ყურადღებით უნდა იყო, რომ ეს კიკი არ შემოგიფრინდეს, უნდა ეგრევე რაღაცნაირად შეჭამო დისტანცია, შემცირო და თუ პარტერში გადაიყვან, ხო, თლად უკეთესი და აი ამ ეტაპზე უკვე ისე და ისე რამდენად შეძლებს ამ ასაკში იმდანად განავითაროს ეს მეორე გეგმა ბო მაგალითად ხო აი პარტერში ჩამიყვანეს მე რას შვებით ხო იმიტომ რომ გულწრფელები ვიყავთ ანუ არ იყო ეს მისი მეტოქის მხრიდან დომინანტური პერფორმანსი აი გადაუარა გიგას და всё ანუ ჩამოწეროთ უბრალოდ ხო ჩაიყვანეს ჩაიყვანა და ანუ იქ უბრალოდ აკონტროლებდა რა ანუ არც ზიანი დიდად არ მიუღია არც არაფერი და ეს უფრო გულდასაწყვეტია რეალურად და რასაც ვხედავ ბოლო დროს MMA მებრძოლებში, სტრაიკერებში, ალბათ ეგ მთავარი პრობლემა არის ის, რომ როდესაც ქვემოთ შეგიყვანენ, არ უნდა დანებდე და ეს პროპოზიცია არ უნდა დათმო რა, იმიტომ რომ
კი, არაფერი არ ხდება, ზიანს თითქოს არ იღებ, ხო, მაგრამ ანუ მსაჯების თვალშეც ძალიან ცუდად გამოიყურება რა. ანუ მაინც ანუ ტიპი გაკონტროლებს და საბოლოო ჯამში ანუ თითქოს მის პირობებზე მიმდინარეობს ბრძოლა და ქულებსაც იმას უწერენ. თორემ მე შენ ფეხზე რო ადექი და 1-2 კარგი მოარტყი, ანუ თითქოს ხო იკარგება ამ ხმაურში რა. ხო და ეგ მომენტია, რომ რა მომენტშიც ბრძოლა გადადის პარტერში, ეგრევე რამენაირად უნდა ან საკმარისი საფრთხე შეუქმნას მეტოქეს საბმიშენის, ან უბრალოდ კრეგ ჯონს აქვს ეგეთი გამოთქმა just stand up-ო რა, უბრალოდ ადექი, ხო. ხო და ეგეც ანუ რა თქმა უნდა ხუმრობით, მაგრამ ანუ უკეთესი გამკლავება ამ ტეიქდაუნებისთვის ეს ორია რა, მაგრამ ეს ორი ამბავი ალბათ, ნუ გიგას ჩვენზე უკეთეს წოდება, რადგან აქ სამუშაო, მაგრამ ეს ორი ამბავია ის. და ბოლო ყველაზე ასე თქვა ცხვილი თემა ეს არის ილია თოფურიას საჩემპიონო ბრძოლა შეცვლილ წონაში და ძალიან ისე განვითარდა დრამატულად რომ აი ველოდებოდი ისლამი რა გადაწყვეტილებას მიიღებდა თუ რა ან მე მგონია რომ ისლამისგან თავის მართლება რომ მეორჯერ უკვე შანსი მივეცი ვოლკანოვსკი ეგ არაფერს არ ნიშნავს ვოლკანოვსკია ილიამ გათიშა და თუ ბიჭია მოსულიყო და ებრძოლა მას შემოსულიყო ოქტაგონზე და დაემტკიცებინა რომ ილიას არ წარმოადგენდა მესწრობს მე მაინც გონია რაღაც მომენტში გაექცა ამიტომ ცარუკიანის სიტყვები წავიკითხე ინტერვიუ ქონდა და ძალიან დამაფიქრა მაგ რომ ისლამს მოუწევს ყველა ვარიანტში რომ ტეიქდაუნზე ჩავიდეს ილიასთან იმიტომ რომ ილია სტრაიკინგში ბევრად მაღლა დგას რამდენჯერაც დაიხრება იმდენჯერ შანსი ექნება ილიას და დაანოკაუტოს და გათიშოს ანუ ყველა მომენტში ქვევით მოუწოდა ჩასვლა და ილიას ექნებოდა მთელი 5 რაუნდის განმავლობაში ყველა რაუნდში შანსი რომ გაეთიშა მით უმეტეს ილია არ არის ის მებრძოლი რომელსაც ტეიქდაუნში ესე მარტივად აჯობებ ეს არ არის თქვა ვიღაც სპორტსმენი რომელიც შეიძლება დააწვინო და ფეხზე ვეღარ წარმოგიდგეს რა პირდაპირ თქვა რენატო მოიკანო არ არის ხო რენატო მოიკანო არ არის რა და მიიღო ოლივეირა ჩემი აზრით აქ უკვე ილია ფავორიტია ძალიან დიდი ფავორიტია უკვე ძალიან დიდი ფავორიტია და შენი აზრი მაინტერესებს თვითონ ის საჩემპიონო ბრძოლა როგორი იქნება რას ფიქრობ და ისლამი გაბედავს თუ არა რომ მე ილიასთან იმიტომ რომ ილიამ დაჟე ისიც თქვა რომ თუნდა ზედაწონაში ავყვებიო კიდევ და იქ ანუ აშკარად უნდა ამას იქ პედიპიმპლეტი იძახის რომ მე იქ ვიქნებიო და მე გამომიწიოსო მეო რა აი პედიპიმპლეტს თუ გამომიწოს მე უბედნიერესი ვიქნები იმიტომ რომ აი მინდა რომ რაღაცებზე პასუხი გასცეს რა და აჩვენოს რომ ეგრე არაა თვითონ როგორც გონია შენი აზრი და ის მაინტერესებს მაგას ცოტა დიდი თემაა და უნდა გამიწლო მოკლედ აი ხო შენ ახსენე ეს დრამები და ველოდებოდით ვინ სადრას გადაწყვეტ აი მithქვამს კიდეც რომ აი UFC-ს 317 ანუ ისეთი დრამა და იმდანად გაწელილი ამბავია მეთქი აი ბავშვი რომ მეყოლება UFC-ს 317 უნდა დავარქვა და ყოველდღე ვცემოთქო რა იმიტომ რომ მართლა დავიღალე ხან ამან ის თქვა და ამას ამ ყველაფერს ინტერვიუს რო წერდა და რაღაც და ჩანიშნეთ ბრძოლა რა ანუ გვაღირსეთ და თორე ანუ ილია ძალიან გულწრფელი იყო ძალიან ღია ხო რომ მე ვემზადები ისლამისთვის ვემზადები ჩარლზისთვის ინტერიმზე ჩხუბს არ ვაპირებ დანარჩენი თქვენ იცით ბიჭებო ხო და ამბობდა რომ ივნისში საერთაშორისო ბრძოლების საერთაშორისო კვირაულზე მზად ვარ რაც ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ UFC-ს კალენდრის ჭრილში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია ხო და მოკლედ რა, ну ეს ამბავი ეგრე იყო, ხო, ну ისლამთან ბრძოლაზე ზოგადად ძალიან ბევრი საუბარი მიდიოდა თავის დროზე და მესმის, ანუ აი ჩემი თავი სირთულე ჩემი პოზიციას ის რომ თითქოს ყველასი მესმის, მაგრამ რაღაცებში მოკლედ, ანუ არ მინდა ვთქვა რომ ვიღაც არის სწორი ან არასწორი, მაგრამ მე როგორ ხედავ ამ სიტუაციას, ხო? თავი იყო ეხლა რომ ილიას კამარზე ეჭხუბა. იმიტომ რომ საკუთარი კამარი დათმო არ მგონია რომ ეგ მაინც და მაინც მისინებით იყო უბრალოდ UFC-ს ახლა ესეთი პოლიტიკა აქვს რომ არ აწყობს ორი ჩემპიონი რატომ ძალიან მარტივია ისე და ისე კალენდარს ეჯახები ანუ შენ pay-per-view-ზე ყოველ თვეში ერთი ჩემპიონი უნდა გყავდეს და როდესაც ორ დივიზიონს ერთი ჩემპიონი ყავს
ეგრევე უკვე ერთი ჩემპიონის ნაკლები შეიძლება ჩატარდეს. იქ ვიღაც დაიტრაუმება, ასე შემდეგ იწელება მოკლედ და მაგიტომაც ის ფუფუნება, რაც თავის დროს ჰქონდა კონორ მაკგრეგორს, ილიას არ ჰქონდა. მაგრამ ნუ მნიშვნელობა არ აქვს, ილიამ თქვა, რომ всё, გადავწყვიტე ამ წონაში ავდივარ და ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ პირდაპირ ხარ გადართული ამაზე და იცი რა. სიმართლე ვთქვა ხო, რომ ქვემსუბუქში მე გამიხარდებოდა ბრძოლა დიეგო ლოპესთანაც, ნუ მაშინ კონტენდერი იყო, ახლა უკვე ვოლკმა დაამარცხა. მოვსართანაც ძალიან საინტერესო და მწვავე იქნებოდა უცალსახად. მაგრამ თავად ილიასთვის, აი ვოლკი და მაქსი რო ყავს გათიშულები, ხო, აი როგორ უნდა იპოვა ახლა мотиваცია, რომ დიეგო ლოპესთან გახვიდე იჩხობა, ხო? ამიტომაც ხადია გასაგებია 100%-ით, რატომაც უნდა და ილიას lightweight და თან lightweight მსუბუქი წონა არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დივიზიონი UFC-ში, ხო? ეს არის ყურადღება სუმაგ დივიზიონის გარშემო ტრიალებს და თან ყავს ისლამ ახაჩევი, ჩემპიონი ამ წონაში, რომელიც არის დღეს pound for pound ნომერ 1 მებრძოლი, ხო? და ილიასაც, ანუ ხადია, ანუ ათლეტია, სპორტსმენი, აზარტული, უნდა და ეგ გამოწვევა. და გამოიწვია კიდეც. ვთვლი თუ არა რომ ისლამი გაექცა. გაქცევას გააჩნია რას უწოდებთ. აი მე როგორ მესმის გაქცევა, იცი რომ ვიღაცას შენი გეშინია. ზოგადად არ მჯერა რომელიმე მებრძოლის რომელიმეს ეშინია. მაგრამ ისლამის თვალში ეს იყო აი საკუთარი კარიერის ისე გამართვა რომ რისკები შეამცირო და მაგალითად რა ვიცი წარმატების შანსები გაზარდო, ხო რატომ? წარმოიდგინეთ სიტუაცია. ანუ ისლამმა არაერთხელ თქვა, რომ ქვეცაშუალოში ბრძოლა უნდა. მისიც გასაგები, იმიტომ რომ მსუბუქ ზონაში ვერაფერს ვერ იზამს ისეთს, რასაც ვეტყვით, რომ ხაბიბზე მაგარია. და საბოლოო ჯამში ამ ჩრდილიდან ოდესღაც ხო უნდა გამოვიდეს, ხო? მაგრამ, ნუ ეგ ვიცოდით, რომ ისლამს უნდა და გადასვლა, მაგრამ ნუ UFC ჯერჯერობით ეკაჩებოდა, რომ არა, ჯერ აქ აიცა. არა უკიანცებ ეჩხუბე, იმას ეჩხუბე, ამას ეჩხუბე. ილიასთან ახლა რო წაეგო დამთავრებულია ზედა წონაში ასვლა, იმიტომ რომ რავი, ანუ ქვემსუბუქიდან ამოსულ მებრძოლთან თუ აგებ, როგორი მაგარიც არ უნდა იყოს ტექნიკურად ილია თოფური, ხო? ხო ცხადია, რომ ქვესაშუალოში უფრო დიდი ბიჭები არიან, ხო? იქ მით უმეტეს უშანსოდ ხარ თითქოს. ანუ ეგ იქნებოდა ზოგადი პუბლიკის რაც ანუ პოზიცია. ხო და ანუ იმ ბრძოლას ეგრევე და ანუ ფაქტობრივად რაღაც აი ამ საკუთარი მემკვიდრეობის შექმნის შანსს კარგავდა ისლამი, ხო? და ანუ საბოლოო ჯამში ხო გადაწყდა ეგ, ხო, რომ ანუ არ ჩვენ როგორც მაყურებლები ცხადია გული დაგწყდა ქართველებს ნაკლებად, იმიტომ რომ ჩვენთვის თავარი იყო რომ ილიამ კამარზე იჩხუბოს, მაგრამ ობიექტურად ისლამი ილია გაცილებით უფრო საინტერესო და უფრო კონკურენტული ბრძოლა, მე მგონია ყოველ შემთხვევაში ეგრე ვიდრე ილია ჩარლზ ოლივერა, რომელიც ახლა გვაქვს, ხო? რატომ? არც ისე ხშირად გვაქვს შესაძლებლობა ჩავნიშნოთ ბრძოლას, სადაც ერთმანეთს ორი ჩემპიონი და პლუს, ნუ ილია უკვე აღარ ითვლება ოფიციალურად ჩემპიონად, მაგრამ რაც მთავარია pound for pound ორი ტოპ მებრძოლი, ხო? იმიტომ რომ უმეტესობისთვის ილია არის უბრალოდ ისლამი არის პირველ ადგილზე და მეორეზე არის ილია. და აი ეს ჯახი ძალიან საინტერესოა, ხო? თავის დროზე ვოლკანოვსკისთანაც ჯახი მაგით იყო საინტერესო. მაგრამ ანუ ეს ბრძოლა რო დავკარგეთ, ცხადია გულდასაწყვეტია, მაგრამ აქ მთავარი არის ჩარლზი კარგი მებრძოლია. ჩარლზ ოლივერა ძალიან მიყვარს, მგონი დარწმუნებული ვარ ჩვენ მაყურებელსაც ბევრს უყვარს, სანახაობრივია, რატო არ უნდა გიყვარდეს ჩარლზ ოლივერა, მაგრამ ილია ძალიან დიდი ფავორიტია ამ ბრძოლაში და დამსახურებულად, იმიტომ რომ სტილისტურად რთული იქნება. შენ აღნიშნე ილიას ძალაც და გრეპლინგიც და ეგ ძალიან კარგი მომენტებია და ამ ორზეც მინდა რომ ვისაუბრო. ილია ძალიან სრულყოფილი მებრძოლია, მაგრამ თან სრულყოფილია იმაში, რომ ანუ სრულყოფილი ერთია და თან ანუ ორივეში გამორჩეულია თითქოს რა. დგომი აქვს ფანტასტიკური, აი იშვიათია მართლა დღეს MMA-ში ასეთი კრივი, ასეთი სუფთა კრივი, ასეთი სუფთა ტექნიკა. აი თუნდაც მისი ფედვორკის ვიდეოებს რო ვდებ, ეგრევე ჩემთან ვდებ. ერთადერთი მებრძოლია, ვიზაც მაგას ვაკეთებ, იმიტომ რომ ნუ ანუ ცალკე ეს ხელოვნების სახეობა არის ეს რა, ანუ მაგის ყურება, იმიტომ რომ როდესაც ნავარჯიშები თან გაქვს და გესმის რა, ოდენ რთულია ესე ტემპში და ესე ვიზუალი რო გქონდეს რა.
სასწაული რაღაცაა რა. ხო და ანუ იმდენად მაგარი კრივი აქვს და დგომი და ძალა ეს, ხო, გათიშვას. აი ჯაი ჰერბერტი, ვისთანაც უკვე იჩხუბა სუბუქ ზონაში ეს ილიასთვის მაინც პირველი შემთხვევა არ არის, ხო? ჯაი ჰერბერტი ჩაკეცა იმ ბრძოლაში. ჯერ ღვიძლში დაარტყა და მერე ნუ ზემოთ და ხონდის. დაემშვიდობა კიდეც, ხო? ხო და ანუ ეგ არის ძალიან დიდი მხარე, მაგრამ ამასობაში ამ ყველაფრის ფონზე გვავიწყდება, რომ ნუ ალბათ ბევრს არა, მაგრამ ზოგს ავიწყდებათ, რომ ილიას ბაზა არის გრეპლინგი, არის ჭიდაობა და არის ჯიუ-ჯიტსუ და ძალიან სახიფათო უნარები აქვს თუნდაც პარტერში. და ახლა წარმოიდგინე თავი ჩარლზ ოლივერას ადგილას. ხარ სახიფათო მებრძოლი, რომ დინამიკური მებრძოლი, ისევ და ისევ, ანუ მარტივი ბრძოლა არ არის არავისთვის, მაგრამ შენი პრობლემა არის დაცვა. მაგრამ გაქვს ის პლუსი, რომ გაქვს ძალიან კარგი ჯიუ-ჯიტსუ და ყველაზე მეტი საბმიშენი UFC-ში. და როდესაც რაღაც შემოგიფრინდება ზემოთ და ნოკდაუნში გაგიშვებენ, ხალხს როგორც წესი ეშინია ჩაკვეს მიწაზე, იმიტომ რომ სახიფათო ხარ იქაც და ანუ გაცდიან ადგები და მე აგძელებ ბრძოლას. ხოთა შესაძლოა ღადაობა მიდის, რომ ჩარლზ ოლივერა ერთადერთი მებრძოლია იმაში MMA-ში, ვისაც ანუ ვინც კრივის წესებით იმას ჩხუბობსო რა, ანუ ნოკდაუნში რო უშვებენ, ანუ თითქოს 10 წამი აქვს რო ადგეს რა, ხო ხდები. ხო და ეგ ისეთი სენსაციო რაღაცა, მაგრამ ილიასთან ეგ ვერ ექნება. იმიტომ რომ ილიას არ შეეშინდება. ჩაყვება. ხო და ანუ ძალიან დიდი შანსი არის იმის, რომ ნოკდაუნში გაუშვეს, იმიტომ რომ ნუ ჩარლზ ეს დაისვა რა თქვა, რომ ცუდი ყბა აქვს არა, მაგრამ ნუ ილიას ძალა პლუს ის რომ ნოკდაუნში ხშირად აგდებენ, ხო, ეგეც მუშაობს რა. ამიტომ რავი, ანუ აი ეს სცენარი არის, რომ ან ძალიან უნდა იფრთხილო დგომში და შენს რაღაცეებზე უარი თქვა შეტევებზე, ან უნდა გარისკო. გარისკავ შემოგიფრინდება აღმოჩნდები მიწაზე, ჩაკვება და გასაბმითებს, ან რაც უფრო ალბათ სავარაუდო ground and pound. ანუ აი, რავი, აირჩიე რომელი შხამი გირჩევნია რა ფაქტობრივად რა ორი ვარიანტიდან. ამიტომაც იქნება ელია ფავორიტი, თან ასაკი ცხადია, ესა და ისო გაფრჭებული რადია. ასაკითაც თან ილია არის ახლა წარმოიდგინა ტრაექტორიაზე მოდის მაგ ბრძოლაზე, ხო? ბრძოლაში. ყავს და ნოკაუტებული ვოლკანოვსკი და მაქს ჰოლოვი, რომელიც ცხოვრებაში არავის დაუნოკაუტებია და ყველა ვიცოდით, რომ გრანიტის ყბა ჰქონდა მაქს. არ ქონი. და ნუ სანამ ილიას დაეჯახა, ხო? ჩვენს დაჯახებას. ხო და მოკლედ რა, ანუ ეგეც არის, ხო, რომ ანუ თავდაჯერებულობა და რაღაც და მაგრამ ილია რაოდენ თავდაჯერებულიც არის, აი ცოტა დიფერამბები კი გამომდის, მაგრამ ნუ მართლა ეგეთი ტიპია, ძალიან გამორჩეული სპორტსმენია. ანუ სერიოზულად მაინც ეკიდება ჩარლზს. ანუ დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ დაემართება, რომ მარტივი ოპონენტი ეგონება და ცოტა ისე მოეკიდება. არა, იმდანად პროფესიონალია და იმდანად არის გადართული იმაზე, რომ კარგი პერფორმანსი აჩვენოს და დომინანტი იყოს ბრძოლაში, ხო? ესეც გამოჩნდება. შევეხებით, რა თქმა უნდა, შენაც ვკითხე ისლამთან პოტენციურ ბრძოლას და ასე შემდეგ. მე ცოტა პესიმისტურად ვიქნები განწყობილი ამის მიმართ. ერთადერთი ყველაზე მაგარი შანსი ამ ბრძოლის ისლამის და ილიას რო შედგეს, მგონია რომ იმ შემთხვევაში იქნება თუ ისლამა წააგო ზედაწონაში. იმიტომ რომ მაშინ შეიძლება დაბრუნდეს მსუბუქში და თქვას რომ აი ეს კამარი არასდროს მე არ დამიკარგავს, დავთმე და რავი, ბარემ ვეცდები დავიბრუნო. ისლამი ისა და ისა ანუ აი ერთი რაღაც მინდა რომ მაყურებელმაც გაიაზროს რომ UFC უკვე ძალიან დიდი ხანი აღარ არის ორიენტირებული უბრალოდ იმ ბრძოლების ჩანიშვნაზე, რაც ძალიან გაყიდვადია. იმიტომ რომ ეგ რო იყოს, დღეს უკვე ვიხილავდით ამ ბრძოლას, იმიტომ რომ ორივე კემპში იყო. ანუ ორივე ერთმანეთისთვის ემზადებოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ბრძოლა არ ჩაინიშნა, რატომ? იმიტომ რომ UFC-ს გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო აწყობს რომ ისლამი იყოს მაღალ წონაში და იქ საინტერესო ბრძოლები ჩაატაროს და ილია იყოს მსუბუქში, თუნდაც მოიპოვოს კამარი და შენაც ახსენებ პედი პიმბლენთან სუპერ ბრძოლა. პედის ინტერვიუ დღეს დავდე დილას, გუშინ დადო და რაღაც სისულელები ლაპარაკა, მე შემწყო მის მაგერად, მაგრამ რაღაცები, ნუ ვოლკანოვსკიზა და მაქსე ლაპარაკა, რომ ილიასო შეურჩიეს ოპონენტები და ეგეთ ტიპებთან კარგი. კი. ნუ მოკლედ ეგ ცალკე, მაგრამ ანუ ხო ხდები გაყიდვადი ბრძოლა და აი ისეთი ფანისთვის, რომელიც შეიძლება ყოველდღე ამ სპორტს არ უყურებს, აი casual ფანს, რასაც ვეძახით, არ ვიცი ქართულად მაგას როგორ ქვია. ხო, ნუ აი ესეთი
უბრალოდ ანუ პედიციცნობს და ილიასაც იცნობს, იმიტომ რომ ილიაც ახლა უკვე ვარსკვლავია. ამათთვის ეგ ბრძოლა ძალიან საინტერესო და ამასობაში ისლამი ზემოთ შეუძლია რაც ისლამს შავკაც ეჭხუბოს ასე შემდეგ. ამით UFC-ც ბედნიერია, ისლამიც ბედნიერია და ანუ ილიამ რა თქმა უნდა მთავარია ტიტულზე ჭხუბის შანსი მიიღო. ილიაში და ილიას სურვილში იმაში რომ უნდა ისლამთან ბრძოლა და აზარტი აქვს რომ ისლამს დაამარცხოს. ამაში ეჭვი არ მეპარება და ილიას ეკნება სურვილი რომ თუნდაც სამ ქვესაშუალოში წავიდეს და მესამე კამარიც დაითრიოს, ეგრეთ ვთქვათ. მაგრამ მე დიდად არ მჯერა რომ ეს უნდა UFC-ს და მგონია რატომაც რომ ხო ამის შანსი შეიძლება ხო არ მისცეს რა. მაგრამ ნუ ვიმედოვნოთ, მაგრამ ამაში ერთ დაგეთანხმები რომ უცხელესი ზაფხული გველის MMA მოყვარულებს და ქართველ MMA მოყვარულებს მით უმეტეს ვიწყებთ მერაბით, ვაგრძელებთ ილიათი, მერე დასტინ პორიე მაქს ჰოლოვეი და მერე კიდე დრიკუს დუპლესი შავკატი კი არა და ხამზად ჩიმაევი. მოკლედ. კი ბატონო, ძალიან ისეთი ზაფხული გველოდება რომ ვიცი ამოვებთ ამ ყველაფერს. ძალიან. მადლობა იმისთვის რომ ჩვენთან იყავი, ძალიან საინტერესო საუბარი გამოვიდა. აქვე ვიტყვი რომ არ დაუწყდეთ ჩვენს გამომწერებს, ჩვენს მაყურებელს დაგვიწერონ კომენტარები, გვითხრან თავიანთი აზრი და ასევე ვისაც არ გაქვთ შე კიდევ გამოწერეთ ჩვენი არხი, გამოიწერეთ აუცილებლად თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, მადლობა ორტონას იმისთვის რომ გვიმასპინძლა საოცარი რუდით. მადლობა შენ დაპატიჟებს. გაიხარე, მადლობა. საოცარი რუდი აქვს, ადგილზე ხარშავენ, რაც თავარია, კრაფტ რუდია და მე ძალიან მომწონს და არა მხოლოდ გადაცემის ჩასაწერად მოვდივარ აქ, არამედ ჩემ მეგობრებთანაც ძალიან ხშირად ვარ მათი სტუმარი და მიყვარს ყოველთვის აკვს. იმიტომ რომ ძალიან სპორტული გარემოა, ძალიან ისეთი აურაა, რომ ხო, ყველას უსწორდება აქ ყოფნა რა, ასე ვთქვათ მარტივად. მადლობა იმისთვის რომ ჩვენთან ერთად იყავით და აუცილებლად აგიბრუნდებით ერთ კვირაში საინტერესო ამბებით.